ყველას საფეხბურთო სალამი და მე კვლავ ბრუნდებით უცხელესი საფეხბურთო სიახლეებით. ხუჩე კვარაცხელია და პარი სენ-ჟერმენი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდნენ. რა კომენტარი გააკეთა ქართველმა ფეხბურთელმა მატჩის დასრულების შემდეგ. ილია თოფურიაზე ხაბიბ ნურმაგომედოვმა ისაუბრა. რა განცხადება გააკეთა დაღესტანელმა ქართულ მებრძოლს. მიქაუტაძის შესაძლო ტრანსფერი, რომელზეც მთელი მედია ალაპარაკდა. ეს და სხვა სიახლეები ჩვენს დღევანდელ ვიდეოში. ხოვნა იქნება გამოიწეროთ არხი და მოიწონოთ ვიდეო. ეს ეხმარება ალგორითმს ვიდეოს გავრცელებაში. მადლობა შენ, თუ ჩემი ეს ორი პატარა თხოვნა გაითვალისწინე. ახლა კი ფეხბურთს დაუბრუნდეთ. ლიონის ქართველი ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე შესანიშნავ ფორმაში იმყოფება და როგორც ევროპა ლიგაზე, ისე საფრანგეთის ჩემპიონატში წარმატებით ასპარეზობს. სტატისტიკურმა სააგენტო StatsFootმა საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა და მის ბოლოდროინდელ თამაშს გამოეხმაურა. 2025 წლის მარტიდან მოყოლებული მიქაუტაძეს ლიონის 11 საგოლე მოქმედებაში აქვს მონაწილეობა მიღებული. მის ანგარიშზე 5 გოლი და 6 შედეგიანი გადაცემაა და აღნიშნულ პერიოდში ამდენი საგოლე მოქმედება ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში არავის აქვს. საფრანგეთის ლიგა 1-ის ბოლო ტურში მიქაუტაძემ გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა. ქართველმა თავდასხმელმა ოსერის წინააღმდეგ გაიბრწყინა და ჯერ პენალტი მოიპოვა, რომელიც თავად გარდასახა, შემდეგ კი ალექსანდრ ლაკაზეტსაც გაატანინა. ცნობისთვის ლიონი ევროპა ლიგის მეოთხედ ფინალშია გასული და მანჩესტერ იუნაიტედს ხვდება. ამ გუნდების პირველი მატჩი ფრედ 2-2 დასრულდა და განმეორებით შეხვედრას ხუთშაბათს ოლდ ტრაფორდზე ვიხილავთ. ცნობილი ფრანგული გამოცემა სპორტის სატრანსფერო ექსპერტის ეკრემ კონურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. კონურმა დაწერა, რომ გიორგი მიქაუტაძეს გადაბირებით პრემიერ ლიგის წარმომადგენლები ინტერესდებიან და მის საკუთარ რიგებში ხილვაზე ვესტ ჰემი, ვულვზი და კრისტალ პალასი ფიქრობენ. სპორტის მიხედვით ლიონმა ქართველი ფეხბურთელი არ უნდა გაუშვას. მას შეუძლია მომდევნო სეზონებში კლუბის ბომბარდირი გახდეს და მისი გაყიდვა შეცდომა იქნება. გიორგი მიქაუტაძის გაშვება შეცდომა იქნება და მისი წასვლა საეჭვოა. მართალია პაულო ფონსეკას ფორმაციის ლიონში ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი არაა და გუნდის მთავარი თავდასხმელი უკვდავი ალექსანდრ ლაკაზეტია, მაგრამ ქართველმა ფეხბურთელმა მონაწილეობა 29 შეხვედრაში მაინც მიიღო და 9 გოლი და 5 ასისტი გაიფორმა. ლაკაზეტის კონტრაქტი მალე იწურება და ის ბერდება, ასე რომ მიქაუტაძეს შანსი ექნება ძირითადი შემადგენლობის წევრი და მომდევნო სეზონებში ლიონის საუკეთესო ბომბარდირი გახდეს. საინტერესოა ვნახოთ, ამისთვის საჭირო მოთმინება აღმოჩნდება თუ არა. წერს გამოცემა სპორტი. შეგახსენებთ, რომ კონურის მიხედვით ყველაზე დიდი ინტერესი ვესტ ჰემს აქვს. ჩაქუჩები აპირებენ მიქაუტაძეს საზაფხულოს სიის სათავეში მოაქციონ. დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრები ამ თემასთან დაკავშირებით. ღირს თუ არა გიორგი მიქაუტაძესთვის პრემიერ ლიგაში გადასვლა. UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა, ამჟამად კი ისლამ მახაჩევის მწვრთნელმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა მახაჩევის გეგმებზე ისაუბრა და ილია თოფურიასთან პოტენციურ ჩხუბთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა. ჩემი აზრით, მახაჩევისთვის არმან სარუკიანი უფრო კონკურენტუნარიანი მეტოქეა. ილია თოფურია ქვემსუბუქ ზონაში ძალიან კარგი იყო, მაგრამ სუბუქ ზონაში ის ჯერ არ გვინახავს. არ ვიცი რა შეთანხმება შედგა თოფურიასა და UFC-ს შორის, მაგრამ ისლამ მახაჩევის გადასახედიდან რომ შევხედოთ, მან უკვე ორჯერ მისცა შანსი ქვემსუბუქი ზონის ჩემპიონებს და ორივე ბრძოლა მოიგო. მათ შორის ერთხელ ავსტრალიაში ჩავიდა და მეტოქეს უკანა ეზოში ეჩხუბა. ჩვენ როგორც გუნდი მივიჩნევთ, რომ თოფურია ძლიერი მებრძოლია, ჩემპიონი, რომელმაც ძალიან სერიოზულ მეტოქეებს მოუგო, მაგრამ ეს ყველაფერი ქვემსუბუქ ზონაში მოხდა. დაუშვათ ისლამა ილიას მოუგო. რას აძლევს ეს მოგება მას? შენ უგებ ადამიანს, რომელიც ამ ზონაში არაფერს წარმოადგენს. ამიტომაც ისლამი ამბობს, რომ ილიამ ჯერ სხვასთან უნდა იჩხუბოს და დამსახურებული პრეტენდენტი გახდეს. მახაჩევი მალე 34 წლის გახდება. მასაც სახელოვან მეტოქეებთან ჩხუბი სურს. იქნება ეს თოფურია, ვოლკანოვსკი თუ ვინმე სხვა. მეტოქემ ეს ჩხუბი უნდა დაიმსახუროს. ილია თოფურია მხოლოდ რამოდენიმე წელია, რაც UFC-ში ჩხუბობს. 6-7 ბრძოლა აქვს გამართული. ისლამა კი თუ არ ვცდების 17 ჩხუბა. თოფურია საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მაგრამ თუ სხვა ზონაში გადადიხარ, სატიტულო ჩხუბი უნდა დაიმსახურო. ჩემი პირადი აზრით ეს ცოტა გაქცევას გავს. ფიქრობ ისინი ცდილობენ, რომ ილია თოფურიას თავი აარიდონ, რადგან თუ ის ვინმესთან დამარცხდება იმ ზონაში, აღარ მოუწევს ჩხუბი ისლამ მახაჩევთან. დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრები ამ თემასთან დაკავშირებით. რას ფიქრობთ? ეშინიათ თუ არა მათ ილია თოფურიასთან ბრძოლის? ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩი ასტონ ვილამ ვილა პარკზე PSG 3-2 დაამარცხა, თუმცა ორი მატჩის ჯამში შემდეგ ეტაპზე პარიზული გუნდი გავიდა. ენრიკეს ფეხბურთელებმა პარკ დე პრენსზე 3-1 მოიგეს. ვილა პარკზე ხუჩე კვარაცხელია სასტარტოში იყო. შეუცვლელად ითამაშა, თუმცა შეტევაში მნიშვნელოვანი არაფერი შეუქმნია. ბოლო პერიოდში ბრწყინვალე ფორმაშია, მაგრამ ასტონ ვილასთან საპასუხო მატჩში ხუჩეს საუკეთესო ვერსია ვერ
განვიხილეთ, თავის თავს საერთოდ არ გავდა. კახა კალაძის შემდეგ ხუჩა კვარაცხელია პირველი ქართველია, ვისი გუნდის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედ ფინალიდან გავიდა და ნახევარფინალში ითამაშებს. ხუჩამ, რომელიც PSG-ს გასულ ზამთარში შეუერთდა, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში PSG-სთვის 5 მატჩი ჩაატარა, მის აქტივში 2 გოლი და 1 საგოლე პასია. Paris Saint-Germain-ის ქართველმა ფეხბურთელმა ხუჩა კვარაცხელიამ Aston Villa-სთან გამართული მეოთხედფინალური დაპირისპირებაში აფასა. კვარას გუნდი Villa Park-ზე 2-3 დამარცხდა, თუმცა 2 მატჩის ჯამში 5-4 იმარჯვა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. რთული თამაში იყო. მატჩი კარგად დაიწყო და 2-0-ს ვიგებდით, მაგრამ შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ძალიან რთული შეხვედრა გამოდგა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ნახევარფინალში გავედით. ბრძოლა და თავდაუზოგავად მუშაობა უნდა გავაგრძელოთ და ყველაფერი იდეალურად იქნება. ნახევარფინალში გასვლა ნამდვილად კარგი ამბავია, მაგრამ წინ კიდევ ბევრი რამ გველოდება. ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ. მაქსიმალურად ფოკუსირებული ვარ და მომდევნო თამაშებზე ვფიქრობ. რა მოხდა მეორე ტაიმში? ახლა ამის ახსნა რთულია. მატჩის განმეორებას ვნახავთ და ანალიზებს გავაკეთებთ. რთული თამაში იყო, Aston Villa ბევრს გვიტევდა და გრძელი პასებით პრობლემებს გვიქმნიდა, მაგრამ როგორც აღვნიშნე, მთავარია რომ მომდევნო ეტაპზე გავედით. ცნობისთვის Paris Saint-Germain-ის მომდევნო მეტოქის ვინაობას Arsenal და Real გაარკვევენ. მეტოფეებს პირველი შეხვედრა 3-0 აქვთ მოგებული და Santiago Bernabeu-ზე ნახევარფინალში გასვლის ბრწყინვალე შანსით ჩადიან. დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრები ამ თამაშთან დაკავშირებით, როგორ ფიქრობთ? შეძლებს თუ არა Real Madrid-ი დაქამბექებას? მე პირადად არ გამოვრიცხავ და ვფიქრობ, რომ დიდი შანსები აქვს Bernabeu-ზე. ასევე მინდა გთხოვოთ ერთი რაღაცა. ეს იქნება Instagram პოსტი, Facebook პოსტი და ან თუნდაც ამ ვიდეოს კომენტარები. ყველგან გამომხნევოთ კვარაცხელია და დავწეროთ #კვარა შენთან ვართ. ზოგჯერ ადამიანს ყველაფერი აქვს გასამარჯობლად და მიზნის მისაღწევად, მაგრამ აკლია ერთი მნიშვნელოვანი რაღაცა, ხალხის გვერდში დგომა, გამხნევება და რწმენა. დავანახოთ ხუჩას და საერთოდ ჩვენ ქართველ ფეხბურთელებს, რომ ჩვენ მათი გვწამს და გვჯერა, რომ ყველაფერს მიაღწევენ და ყველაფერი გამოუვათ. დღევანდელი ვიდეო კი დასასრულს მიუახლოვდა. იმედია მოგეწონათ, მოიწონა ვიდეო, გამოიწერე არხი, მე კი გემშვიდობებით და აბა, წარმატებები.